მოკლედ, ჩემო ხალხო, გამოიძინეთ, იმიტომ რომ ინტერნეტში ისეთი ამბები ხდება, სერიალს არ დასიზმრებია. ჩვენი მატადორი, ილია თოფურია და ის ცნობილი ამერიკელი ხმაურიანი ბიჭი, ჯეიკი პოლი, ერთმანეთს შეასკდნენ. ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ ეკრანებზე და სიტყვიერად, თორემ რეალურად რომ შეასკდნენ, ალბათ ჯეიკისგან მხოლოდ მისი YouTube არხის პაროლი თუ დარჩებოდა. ეს ყველაფერი მოხდა სტრიმერ ადინ როსთან, რომელიც ცნობილია იმით, რომ მებრძოლებს ისეთ კითხვებს უსვავს, ხანდახან კაცს დაგაფიქრებს, სპორტულ გადაცემაში ხარ თუ სასამართლოზე. ცოტა ხნის წინ იქ სარუკიანიც იყო, კროუფორდიც და მოკლედ მთელი ელიტა მანდიყრის თავს. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. ილიამ ჯეიკზე ის თქვა, რასაც მოდი ვთქვათ პირდაპირ, ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანი ფიქრობს, ვისაც ხელთათმანები ერთხელ მაინც სჭერია ხელში. ჯეიკ პოლი არის გენიალური მარკეტოლოგი, ფულის საჭრელი მანქანა და პიარის ღმერთი, მაგრამ კრივი? აი, მანდ უკვე საქმე ცუდადაა. ილიამ პირდაპირ მიახალა, კრივის სამქაროში შენ ერთი კარგი ანეკდოტი ხარო. და მართალიცაა, აბა რა არის? ტიპმა სახელი გაითქვა პენსიაზე გასული MMA მებრძოლების ცემით, რომლებსაც მუხლები უფრო მეტს ელაპარაკებიან, ვიდრე მწვრთნელები. მოდით, ანალიტიკურად შევხედოთ ამ საკითხს. სერიოზულად, თუ გამოგვივა. ჯეიკ პოლი თავის წონით დივიზიონში რეალურ მოკრივესთან ვერასდროს ვერაფერს გახდება. გვახშავს ენტონი ჯოშუასთან რა დაემართა, ყბა ორ ადგილას გადაუმტვრიეს. წარმოიდგინეთ, ადამიანს ყბა ისე ქონდა, როგორც აწყობილი ლეგო, რომელიც ვიღაცამ შემთხვევით დააგდო. პირველი ოპერაცია არ იყო, ახლახან მეორეც დასჭირდა, რადგან თურმე საკმარისად არ დაისვენა. აბა ჯეიკ, ეგ ყბა მაცივრის კარი ხომ არ გგონია, თავისით რომ დაიკეტოს. შესაბამისად, 2026 წელს მისი რინგზე ხილვა ისეთივე რეალურია, როგორც ჩემი დიეტის დაწყება ორშაბათიდან. ანუ თითქმის გამორიცხული. ამ დროს კი ილია ზის, თავისთვის მშვიდად, ჩემპიონურ ქამარს აპრიალებს და ეუბნება. პატივს გცემ როგორც შოუმენს, როგორც საუკეთესო იუთუბერ მოკრივეს, მაგრამ პროფესიონალებში შენი ადგილი არ არისო. ჯეიკმა კი რა თქმა უნდა თავისი ამერიკული ამბიციები ჩართო. თუ გგონია რომ ცუდი მოკრივე ვარ, მოდი სპარინგი ვქნათო. რა თქმა უნდა ჯეიკ, სპარინგი ილიასთან ეს იგივეა მატარებელს წინ დაუდგე და იმედი გქონდეს რომ ისიც კენს რამეს და შენ არა. საინტერესოა ისიც, როგორც დილებდა პოლი თავის მართლებას. ილიამ კი მშვიდად მიუყო. როცა ყბა მოგირჩება, მერე მოდიო. ჯეიკმა კი უპასუხა, ყბას მნიშვნელობა არა აქვს, მაინც ვერ მომხდებიო. აი აქ უკვე იუმორი პიკს აღწევს. ტიპს ყბა ახლახან დაუფორმატეს და მაინც ის ელაპარაკობს, გეგონება მუჰამედ ალისა და ფლოიდ მეივეზერის ნაჯვარი იყოს. ბიჭო, სარკეში მაინც ჩაიხედო, სანამ მატადორს დაემუქრები. ჩვენი ანალიზი კი ასეთია. ჯეიკ პოლს აქვს ერთი დიდი პრობლემა, რეალობის აღქმა. ის აგებს ყველასთან, ვინც ნამდვილი მოკრივეა. წააგო ტომი ფიურისთან, რომელიც საშუალო დონის მოკრივეა. წააგო ჯოშუასთან, ანდერსენ სილვასთან კი ძლივს გაქაჩა. თან სილვა მაშინ 46 წლის იყო. 46 წლის ხალხო, მაგასაკში კაცი კროსვორდებს უნდა ხსნიდეს, არა და რინგზე იუთუბერებს დასდევდეს. მოკლედ, პირველი რაუნდის სიტყვიერად ილიამ მოიგო, თან ისე რომ ოფლიც არ დაუღრია. ჯეიკი კი თავისი პირადი ჯეტით და ფულებით ტრაბახობს, თითქოს ეგ გადაარჩენეს იმ მარცხენა ჰუკიდან, რომელიც ილიას ისეთი აქვს, რომ მერე მესამე ოპერაციაც აღარ უშველებს. ახლა კი ჩემო ძმებო, მოდით ცოტა მათემატიკაში და ფიზიკაში ჩავეძიოთ, თუმცა ისე არა სკოლაში რომ გვაძულებდნენ. მთავარი არგუმენტი, რასაც ჯეიკ პოლის ფანები, თურმე ეგეთებიც არსებობენ, იყენებენ არის წონა. ჯეიკი ბევრად დიდიაო, გაიძახიან. მოდით ვნახოთ, ილია ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა ხინკალზე და მწვაძზე არ არის გადასული, სადღაც 80-84 კილოგრამს იწონის. ჯეიკი კი ნამდვილი მძიმეწონოსანია, მაგრამ ეს მხოლოდ სასწორზე. რინგზე წონა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ იცი როგორ გამოიყენო, თორემ თუ ტექნიკა არ გაქვს, უბრალოდ დიდი და რბილი სამიზნე ხარ. ილია თოფურია ჯეიკ პოლს კრივშიც კი მოუგებს. არ მოგესმათ. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიკი პროფესიონალი მოკრივეა, საბუთებით მაინც. ილიას სისწრაფე, რეაქცია და დარტყმის სიზუსტე სულ სხვა პლანეტაზეა. UFC-ში არიან ბიჭები, ვინც ჯეიკს კრივის წესებითაც გააფრენდნენ. შონ სტრიკლენდი, ალექს პერეირა. ამ ხალხთან ჯეიკს შანსი არა აქვს, რადგან ისინი ნამდვილი მებრძოლები არიან და არა კამერების წინ მოკრივეები. მაგრამ ყველაზე სასაცილო და არ მოგატყუებთ, ცოტა შემაშფოთებელიც კი ის მომენტი იყო, როცა ჯეიკმა თქვა, MMA-შიც კი მოგიგებო. აი აქ უკვე აშკარაა, რომ იმ გატეხილმა ყბამ ტვინზეც იმოქმედა. ჯეიკ პოლი და MMA ეგ იგივეა, მე რომ ახლა გამოვიდე და ვთქვა ოპერას ვიმღერებ მეთქი.
კი, ხმას გამოუცემ, მაგრამ ხალხი დარბაზიდან გაიქცევა. ილია თოფურია MMA-ში არის მანქანა. ის არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად გირტყამს, გუდავს და თან ალბათ გონებაში იმასაც ფიქრობს საღამოს რა ჭამოს. ჯეიკი კი იქ უბრალოდ ვერ გადარჩება. ამ სტრიმზე კიდევ ერთი მარგალიტი მოვისმინეთ. კროუფორდი და შაკურ სტივენსონიც ამბობდნენ ილიას მოუგებთო. ბიჭებო, მოდით დავწყნარდეთ. კრივი და MMA ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ჭადრაკი და რაგბი. კი, ორივე სპორტი ხგვია, მაგრამ წესები სულ სხვაა. ილიამ ჯეიკს შესთავაზა. მოდი სპარინგი ვქნათ კამერების გარეშე, შენი გუნდი, ჩემი გუნდი და ვნახოთ რა მოხდებაო. ჯეიკმა კი დაიწყო. აი პედი პიმბლეტსაც უთხარი და UFC არ გამოუშვაო. ილიამ კი კაცურად მიუჭრა. არავით არის სტრიმი, არავით არის ჩანაწერი, უბრალოდ მე და შენო. აი აქ ჩაიკეტა ჯეიკი, იმიტომ რომ კამერების გარეშე ეგ კაცი არ არსებობს. მას ჭირდება შოუ, ჭირდება მილიონობით ნახვა, რომ თავისი მარცხი მერე მაინც გაყიდოს როგორც დიდი გამოცდილება. ჩვენი ანალიტიკური თვალით თუ შევეხედავთ, ეს ყველაფერი ერთი დიდი PR აქციაა, მაგრამ ილიასთვის ეს უფრო მეტია. ის არის მსოფლიო ჩემპიონი, კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საუკეთესოა, ჯეიკი კი ისევ იმ სტადიაზეა, რომ ფულებით უნდა დაფლექსოს. ილიამ პირდაპირ უთხრა, მე არ მჭირდება ფულით ტრაბახი, მე ჩემპიონი ვარო. ეს არის მთავარი განსხვავება ნამდვილ ათლეტს და ბიზნესმენს, რომელიც სპორტსმენობანას თამაშობს. სხვათა შორის, სანამ გავაგრძელებთ, ერთი წამით შევჩერდეთ. იცით რა მეხმარება მე ასეთ ენერგიაზე ყოფნაში? კრეატინი. ხო, აი ის, კარგად რომ მუშაობს და ვარჯიშის დროს ძალას გმატებს. ილიაც და ჯეიკიც ალბათ ტონობით სვავენ, მაგრამ მე ჩემს გარირჩევთ. გემრიელიცაა და შედეგიც აქვს. გამოიყენეთ კოდი GREENFIT და მიიღეთ ფასდაკლება. ახლა კი დავბრუნდეთ ჩვენს მებრძოლებს. მოკლედ, მეორე რაუნდის ბოლოს ისეთი სურათი გვაქვს. ჯეიკ პოლი ისევ სუპერმენის როლშია, მიუხედავად იმისა, რომ ყბა ახალი დაკერიულია, ილია კი მას ეპატიჟება ისეთ ადგილას, სადაც კამერები არ ჭრის, ნამდვილ ბრძოლაში. დამიჯერეთ, თუ ეს სპარინგი ოდესმე მართლა შედგა, ჯეიკს მეოთხე ოპერაციაც დასჭირდება. ოღონდ ამჯერად ალბათ ყველაფერზე ერთად. მოკლედ, ჩემო ხალხო, მივედით ყველაზე მტკივნეულ თემამდე. ფული. ჯეიკ პოლმა ილიას იქ დაუწყო კბენა, სადაც ყველაზე მეტად უყვარს ტრაბახი. შენ წელიწადში მხოლოდ 2 მილიონს აკეთებო, მიაძახა. ილიამ კი რა თქმა უნდა არ დაუთმო. ძალიან ცდები, ბევრად მეც ვიღებო. სიმართლე რომ გითხრათ, ილია ნამდვილად აკეთებს 2 მილიონზე მეც, განსაკუთრებით ბოლო ბრძოლების მერე. მისი ცხოვრების სტილი, ის ჯეტები და ფუფუნება, რასაც ვხედავთ, მხოლოდ 2 მილიონით არ მოდის. თუმცა მოდით ვაღიაროთ, ჯეიკ პოლი ამ მომენტში უფრო მეც შოულობს. ენტონი ჯოშუასთან იმ ყბის დამშლელ ბრძოლაში ტიპმა 90 მილიონი ჩაიჯიბა. 90 მილიონი ხალხო, მაგ ფულით ნახევარ თბილის კორპუსებს აუშენებდა კაცი. მაგრამ აქ არის ერთი დიდი მაგრამ. ილიამ ძალიან ზუსტად უთხრა, მე არ მჭირდება ფულით ფლექსვა, რადგან მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. აი ეს არის კაცური სიტყვა. ჯეიკს შეუძლია კონდეს ოქროს უნიტაზი, მაგრამ ის არასდროს იქნება საუკეთესო მებრძოლი პლანეტაზე. ის ყოველთვის დარჩება იუთუბერად, რომელმაც კრივი კარგად გაყიდა. ილია კი ისტორიას წერს. ახლა რაც შეეხება თეთრ სახლს. ბევრი ჭორი დადის, რომ ილია იქ შეიძლება აღარ გამოჩნდეს, ან შანსები 95%-დან ძალიან დაბლა დაეცა. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკა და სპორტი ხანდახან ისე ირევა ერთმანეთში, როგორც ჩაიში შაქარი. ჯეიკ პოლი კი ამ დროს ფულებს ითვლის და ილიას დასცინის. აბა სათხარი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაშიო. ილიამ კი დინჯად უპასუხა, წელს ვერ მოვხვდი, მომავალ წელს ვნახოთო. აი ეს არის ჩემპიონური ამბიცია. და ბოლოს, მინდა ერთ მკვდარ თემაზე ვილაპარაკო. UFC ძმებო, რაღაც ძალიან მოეშვა. ჰანტერ კემპბელს და დანა ვაიტს ვიღაცამ ყურები უნდა აუწიოს. მთელი მსოფლიო ამ სტრიმზე და ილია ჯეიკის დაპირისპირებაზე ლაპარაკობს, UFC-ის Fight Night-ები კი ისეთი მოსაწყენი გახდა, ხანდახან ყურებისას მეძინება. თუ თეთრი სახლის ტურნირისთვის ინახავენ მთელ ენერგიას, მაშინ კიდევ ეპატიებათ, მაგრამ ახლა ინტერნეტს ცეცხლი სჭირდება და ილია ამ ცეცხლს მარტო ანთებს. ჩემი ანალიტიკური დასკვნა ასეთია. კრივში ილია ჯეიკს დაშლის, იმიტომ რომ ტექნიკა და სისწრაფე ყოველთვის ამარცხებს უხეშ ძალას. MMA-ში კი, MMA-ზე ლაპარაკიც არ ღირს. იქ ჯეიკი პირველივე წუთზე დედას დაიძახებს. ეს იყო და ეს. ილია რჩება მატადორად, ჯეიკი კი რჩება მდიდარ იუთუბერად, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ სუპერმენია.